იერუსალიმს მიმავალ გზას რომ ადგნენ, მათ წინ მიუძღოდათ იესო და კრთოდნენ ისინი. თანმხლებთაც ეშინოდათ. კვლავ მოიხმო ის 12 და დაუწყო ლაპარაკი იმაზე, თუ რამ შეემთხვეოდა მას. აჰა. ჩვენ ავდივართ იერუსალიმს და კაცის ძე გადაეცემა უდელ მთავრებსა და მწიგნობრებს. სასიკვდილო მსჯავრს დასდებენ და გადასცემენ წარმართებს. შებღალავენ მას, გაშოლტავენ, შეაფურთხებენ და მოკლავენ. მესამე დღეს კი აღდგება. მაშინ მივიდნენ მასთან ზებედეს ძენი, იაკობი და იოანე და უთხრეს: მოძღვარო, გვინდა შეგვისრულო, რასაც გთხოვთ. უთხრა მათ. რა გინდათ რომ შეგისრულოთ? მათ უთხრეს: ნება მოგვეცი ერთი ჩვენგანი შენს მარჯვნივ დაჯდეს, ხოლო მეორე მარცხნივ შენს დიდებაში. იესომ უთხრა მათ: არ იცით რა სიტყვით. განა შეგიძლიათ ეს სასმისი შესვათ, რომელსაც მე ვსვამ და ის ნათლობა მიიღოთ, რომლითაც მე ვინათლები. მათ უთხრეს: შეგვიძლია. ხოლო იესომ უთხრა მათ: სასმის, რომელსაც მე ვსვამ, შესვამთ და ნათლობით, რომლითაც მე ვინათლები, მოინათლებით. ჩემს მარჯვნივ ან მარცხნივ დაჯდომა ჩემზე არ არის, არამედ მათზე, ვისთვისაც გამზადებულია. ეს რომ გაიგო იმ ათმა, დაიწყეს დრტვინვა იაკობსა და იოანეზე. იესომ კი მოიხმო ისინი და უთხრა: თქვენ იცით, რომ ისინი, ვინც ხალხების მთავრებად არიან მიჩნეულნი, ბატონობენ მათზე და მათი დიდებულნი ხელმწიფებენ მათზე. მაგრამ თქვენ შორის ასე ნუ იქნება, არამედ ვისაც თქვენ შორის დიდობა სურს, ის თქვენი მსახური იყოს. ვისაც თქვენ შორის პირველობა სურს, ის იყოს ყველას მონა. რადგან კაცის ძე არ მოსულა იმისათვის, რომ მას ემსახურონ, არამედ იმისათვის, რომ თავად ემსახუროს და მისცეს თავისი სული მრავალთა გამოსასყიდად. მოვიდნენ იერიხონს. იერიხონიდან რომ გადიოდა, თავის მოწაფეებთან და დიდ ძალ ხალხთან ერთად, გზის პირას იჯდა ბრმა მათხოვარი, ტიმეს ძე ბარტიმეოსი. როგორც კი ყური მოჰკრა, რომ ეს იესო ნაზარეველიაო, მორთო ყვირილი და ამბობდა: იესო, დავითის ძეო, შემიწყალე! ბევრი უწყრებოდა მას, რომ გაეჩუმებინათ, მაგრამ უფრო მეტად ყვიროდა: დავითის ძეო, შემიწყალე! შედგა იესო და თქვა: დაუძახეთ მას. დაუძახეს ბრმას და უთხრეს: ნუ გეშინია, ადეკი გეძახის. მან გადაიგდო მოსასხამი, ადგა და მივიდა იესოსთან. იესომ მიუგო მას. რა გინდა რომ გაგიკეთო? ბრმამ უთხრა: რაბუნი, რომ თვალი ამეხილოს. იესომ უთხრა მას: წადი, შენ მარწმენამ გიხსნა. და მას მყისვე აეხილა თვალი და გაედევნა იესოს გზაზე.